გუშინ ეგრეთ წოდებულმა პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საჯარო სამსახურის ბიუროს გაუქმების შესახებ კანონი. ბიუროს ფუნქციებში შედიოდა საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება, საჯარო მოხელეების თანამდებობიდან გათავისუფლების პრაქტიკის შესწავლა, მოხელეთა ანაზღაურების ერთიანი სისტემის შექმნა, განვითარების ერთიანი სტანდარტის შემუშავება. ბიუროს შექმნა და განვითარება ვიზა ლიბერალიზაციის პროცესში ერთ-ერთი ნაკისრი ვალდებულება იყო. რეპრესიები გრძელდება იუსტიციის სამინისტროშიც. იუსტიციის სახლებიდან საპროტესტო პეტიციას ყველაზე მეტმა 600-მდე თანამშრომელმა მოაწერა ხელი, რომელთა რეპრესიები ახალი წლის დღეებიდან დაიწყო. დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდნენ იურიდიული, აუდიტის და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსები და მოადგილეები. ბათუმისა და რუსთავის იუსტიციის სახლების მენეჯერები. ბოლო დღეებში უკანონო გათავისუფლებები დაიწყო იუსტიციის სახლის მომსახურების წინა ხაზის ოპერატორებშიც, რაც მნიშვნელოვნად მოქმედებს მომსახურების ხარისხზე. ამ პერიოდში ივანიშვილის რეჟიმმა გააუქმა პარლამენტის კვლევითი ცენტრი და ამით კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო პროცესის გარეშე დატოვა საკანონმდებლო ორგანო. თბილისის მერიაში 1 თებერვლიდან დაწყებულია რეორგანიზაციის პროცესი. უკანონოდ ხდება პროფესიონალი და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე საჯარო მოხელეების დევნა, მათ მიერ გამოხატული პროტესტის გამო. გარდა ამისა, მიმდინარეობს საჯარო მოხელეებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, რამოდენიმე მათგანმა ვერ გაუძლო ზეწოლას და გაიტანა საპროტესტო პეტიციიდან საკუთარი ხელმოწერა. რეგიონებში უკანონო გათავისუფლებები მიმდინარეობს ერთი და იგივე ოჯახის სხვადასხვა წევრებზე. სამოქალაქო აქტივისტი და ცოდნის კაფის დამფუძნებელი ქეთი მოლაშვილის მამა მალხაზ მოლაშვილი, რომელიც ხელმძღვანელობდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს და დედა მანანა ჯავაშვილი, რომელიც მუშაობდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში, ორივე პოლიტიკური ნიშნით განთავისუფლდა სამსახურიდან. ხაზგასასმელია ის, რომ სიღნაღში ამ რეპრესიებს ხელმძღვანელობს მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, რომელიც 2004-2007 წლებში წარმოადგენდა ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის სახეს და ასევე იყო ფინანსთა მინისტრის მოადგილე. ჩვენი პარტიის შიდა ქართლის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარის თათია ბროლაძის ბებია იზაბელა კობიაშვილი 60-წლიანი მუშაობის შემდეგ განთავისუფლდა კასპის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო გაერთიანების კურატორ-სპეციალისტის თანამდებობიდან. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან საკუთარი ძმის საჯარო დაფიქსირებული პოზიციის გამო გათავისუფლდა ბახვა შაიშმელაშვილი. ასევე ლაგოდეხში ომარ მირზოშვილი მუნიციპალიტეტიდან გათავისუფლდა საკუთარი აზრის ღიად დაფიქსირების გამო. საჯარო სამსახურში დაწყებული რეპრესიების შედეგად დღემდე საქართველოს მასშტაბით 100-ზე მეტი კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე არის განთავისუფლებული. მოვუწყოდებთ შესაბამის დაწესებულების ხელმძღვანელებს. დაუბრუნდნენ სამართლებრივ ჩარჩოებსა და გაემიჯნონ უკანონო პარტიული დავალებების შესრულებას. სამართლიანი სასამართლოს პირობებში მათ აუცილებლად მოუწევთ მსგავს უკანონო ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღება. ასევე მე როგორც საჯარო ყოფილმა საჯარო მოხელემ. მინდა მოგმართოთ და გითხრათ, რომ ჩვენი გუნდი მუშაობს თითოეული თქვენგანის ინტერესების დასაცავად. დაგვიკავშირდით ზეწოლისა და მუქარის შემთხვევაში, რათა დავიცვათ თქვენი ინტერესები და თქვენი ხმა გავაგონოთ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებსაც. ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ცვლილება გარდაუვალია ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის კი ზეპარტიული თემაა შევქმნათ პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო სექტორი და ყველა უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელე. ძალიან მალე დაუბრუნდეს საკუთარი მოვალეობის შესრულებას. მადლობა. მოლოდეებში მისი დაკეთებული განცხადებები თუნდაც უკრაინასთან მიმართებაში, რომ ზელენსკი არ უნდა ჩაბმულიყო ომში და შეეძლო მას ამების თავიდან აცილება, ამ განცხადებას მარტოებში გამოეხმაურნენ და თქვენ რომ ამ განცხადებებს ჩვენ დაგეხებთ ძალიან ადრე და არის ჩვენს განცხადებებთან თანხმობაში, რაც შეეხება თქვენს ოპონენტებს ოპოზიციაში, ამბობენ რომ ამ კრიტიკა ისმის ამ განცხადებების მისამართით. თქვენი პოზიცია როგორი არის ტრამპის ამ განცხადებებთან დაკავშირებით და მართალი გუნდის განცხადებებთან დაკავშირებით? მთავარი მოცემულობა დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში არის ის, რომ ოცნების რეჟიმის მთავარი დასაყრდენი გახლავთ პროპაგანდა
კორუფცია და ძალადობა, რომელსაც ის ახორციელებს ყოველდღიურად ჩვენს ქვეყანაში, სწორედ პროპაგანდა არის მათი მთავარი დასაყრდენი და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის კომენტარებსაც ქართული ოცნების რეჟიმი იყენებს პროპაგანდისტულად, ცდილობს დანერგოს და ცდილობს გაავრცელოს ტყუილი მოლოდინები და ამის შესაბამისად ყველა საკითხს იყენებს იმისთვის, რომ გაიხანგრძლივოს საკუთარი რეჟიმის სიცოცხლის უნარიანობა. ომში ზელენსკიდან გვახსოვს ქართული ეთნიკის განცხადებები, რომ არ შეფრთხილდება და თვითონაც ამოგვიდა ჩვენ, როდესაც საუბარი იყო მეორე ფრონტზე, ამბიციით ქართლის ომიან. მნიშვნელობა აქვს რა კონტექსტში არის ნათქვამი, ზოგადად ნებისმიერი კომენტარი, აქედან გამომდინარე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ ეტაპზე. ამჟამად ჩვენ ვართ გლობალური პოლიტიკის ასე ვთქვათ, ახალი დღის წესრიგის გადანაწილების პროცესში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ჩვენ ვჩანდეთ და ყურადღების ცენტრში ვიყოთ. ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება აფასებს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ადეკვატურად, ეს ძალიან ბევრჯერ გაცხადდა. ორპარტიული გადაწყვეტილება იყო იმის შესახებ, რომ ივანიშვილის რეჟიმი ძალადობს ჩვენს მოსახლეობაზე და ივანიშვილის რეჟიმი დგას დღესდღეობით პროპაგანდაზე და იმ ძალადობრივ ქმედებებზე, რომელსაც ახორციელებს საკუთარი მოსახლეობის წინაშე. მე ვერ ვხედავ ამაში თანხმედრას, მე ვხედავ მხოლოდ პროპაგანდისტულ ხაზს, რომელსაც მიყვება ქართული ოცნების რეჟიმი, რომელიც იყენებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებას თავის სასიკეთოდ. თავის განცხადებებში ზელენსკის დიქტატორიც უწოდა ბოლო პერიოდში კომიკოსის სხვადასხვა ეთნიკებით ამბობს, ამბობს, რომ ძალიან დიდი თანხები ამერიკის მხრიდან დახარჯული, ამონის სამართი უნდა დასრულდეს ომი. აი ამის განცხადებებს, მძიმე ბრალდებებით, რომ ვიღებს ფინანსებს დაიკარგა გამოყოფილი თანხების აკაცი. აი ამები ზოგად კონტექსტში ეს არის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა, ამ ურთიერთობის შესაბამისი გაკეთებული კომენტარი, რომელიც არანაირად არ შეგვიძლია გავავრცელოთ საქართველოს კონტექსტში. საქართველოს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება იყენებს ამ განცხადებებს იმისთვის, რომ გააძლიეროს საკუთარი პოზიციები, შექმნას ჩვენს მოსახლეობაში ტყუილი მოლოდინები, როგორც ამას აკეთებდა 20 იანვრამდე, როდესაც ჩვენს მოსახლეობას ატყუებდა პირდაპირ მნიშვნელობით იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ქმედებები შეიცვლებოდა ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში, მაგრამ სად არის გადატვირთვის პოლიტიკა, სად არის შეცვლილი ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან, აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს იმას, რომ აქ არანაირი თანხმედრა არ არსებობს. უბრალოდ ქართული ოცნების პროპაგანდისტული მედია და პროპაგანდისტული ხაზი არის ის, რომ ყველა განცხადება, რომელსაც საერთაშორისო ლიდერები აკეთებენ, გააკეთოს თავის სასიკეთოდ და გამოიყენოს ეს თავის სასიკეთოდ. მე ვფიქრობ, რომ ომი დაიწყო რუსეთმა და მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით გადაწყდეს ყველაფერი და შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს კონფლიქტის დასრულება და საუკეთესო ადამიანების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა. განცხადებას საკითხავთ, რომ მნიშვნელოვანია, რომ ამის პროტესტიდან დღის სტადიაზე გადავიდეთ, ქვეყნის მასშტაბით სამოქალაქო დაუმორჩილებულისა და გაფიცვების ეტაპზე გადასვლა, ნარჩენების არ გატანა, ბანკის მოლარეების სამუშაოზე არ მისვლა, საკითხო მანქანების მცხოვრების სახლში დარჩენა, ეკონომიკას პარალიზებას გაუკეთებს და ქართულ ოცნებას ზეწოლაზე არ მნიშვნელოვნად იმოქმედებს ეს გადაწყვეტილებები. თქვენ თუ ეკმოხმებით ამ მოსაზრებას და რას ფიქრობთ? თუ ხართ ხანაზიანი აი ამ ჩამონათვალის, რასაც ამოწურებთ?
ჩვენ არ გქონია ჩვენს პოლიტიკურ ძალას არ გქონია ურთიერთობა შესაბამის საერთაშორისო პარტნიორთან. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ არჩევნების მეორე დღიდანვე ვსაუბრობთ იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია შიდა ზეწოლა, რომელსაც გააძლიერებს ასევე გარე ფაქტორები და გარე ზეწოლები. ძალიან მნიშვნელოვანია რეჟიმი ვაიძულოთ, წავიდეს კონკრეტულ პოლიტიკურ დათმობებზე, ჩანიშნოს ხელახალი არჩევნები და გაათავისუფლოს დაკავებული პატიმრები, რომლებიც დღესდღეობით ივანიშვილის პირადი მძევლები არიან. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია თანმიმდევრულად მივყვეთ დღის წესრიგს და ყველანაირი ფორმით და ყველანაირი ინსტრუმენტების, მშვიდობიანი ინსტრუმენტების გამოყენებით ვაიძულოთ ივანიშვილი წავიდეს პოლიტიკურ დათმობებზე. ეს არის კონკრეტული პოლიტიკოსის ესე იგი კონკრეტული განცხადება, რომელიც მან გააკეთა. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს რაღაც საკითხებში თანხwebdra, მაგრამ გვაქვს ასევე განსხვავებებიც. განსხვავებები არის იმაში, რომ ჩვენ მივიჩნევთ ძალიან მნიშვნელოვნად შიდა ზეწოლას და ასევე გარე ფაქტორების ზეწოლას ამ პროცესზე, იმისთვის, რომ ივანიშვილი წავიდეს პოლიტიკურ დათმობებზე.